მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ახალი წლის დადგომასთან ერთად. მინდა შემოგთავაზოთ სიახლე, ეს არის ახალი რუბრიკა, რომელშიც თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ ნახოთ სხვადასხვა უცხოურენოვანი ინტერვიუების, სტატიების ქართული ვერსიები. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არის რაღაცეები, არის მოვლენები, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით და რომლის, თქვათ, საქართველოში არ ხდება სათანადოდ გაშუქება ხოლმე. რაც შეეხება პირველ ინტერვიუს, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის ილონ მასკის და გერმანელი პოლიტიკოსის პარტია Alternative für Deutschland AfD-ს თავმჯდომარის ალის ვაიდელის საუბარი, რომელიც თავდაპირველად გავრცელდა 11 იანვარს გავრცელდა პირველად X პლატფორმაზე, სადაც მხოლოდ აუდიო ვერსიაა წარმოდგენილი ვიდეოს გარეშე, მაგრამ შემდეგ მოგვიანებით დაიდო თავად ალის ვაიდელის YouTube არხზე ვიდეო ვერსია, ოღონდ იქ ჩანს მხოლოდ ქალბატონი ალისი და აი სწორედ ამ ვერსიას გთავაზობთ მეც და მის ქართულ თარგმანს, თარგმანი გავაკეთე მე. შესაბამისად ხმაც ჩავწერე მე უბრალოდ მინდა ფილოლოგებისგან ვითხოვო პატიება, იმიტომ რომ ეს არ არის უნაკლო თარგმანი, უბრალოდ ძალიან დიდი მასალა არის. ეხლა ვინც იცის რა არის თარგმანი, საათი და 15 წუთის თარგმნა სინქრონის და შემდეგ ჩაწერა საკმაოდ შრომატევადი საქმეა და როდესაც ამას მარტო აკეთებ, ბუნებრივია და თანაც ჩქარო, ბუნებრივია შეცდომები იქნება, ამიტომ ნუ შევაფასებ ძალიან მკაცრად. დანარჩენი კი ველი კომენტარებს, ველი გამოხმაურებას, თუ მოგეწონებათ, ბუნებრივია გთხოვთ, რომ დასვათ ლაიკი, გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვფიქრობ და სიახლეს ვფიქრობ, რომ გავაკეთო. და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, დიდი мотиваტორი იქნება ჩემთვის თქვენი გამოხმაურება და თქვენგან მიღებული უკავშირი. რაც შეეხება ამ ინტერვიუში არის რამდენიმე თემა, ეხება გერმანიაში არსებულ პრობლემებს ეხებიან, ილონ მასკი და ალის ვაიდელი ეხებიან მიგრანტების თემას, ეხებიან განათლებას, ეხებიან ასევე მარსის კოლონიზაციას, რაც ძალიან საინტერესოა მოსასმენად, იმიტომ რომ ილონ მასკი საკმაოდ დეტალურად საუბრობს იმ გეგმებზე, რომლის მიხედვითაც ის ფიქრობს თვითკმარი კოლონიების შექმნას მარსზე. რაც შეეხება აი ორი სიტყვით მინდა ვთქვა, ვინ არის AfD, Alternative für Deutschland და მისი თავმჯდომარე ალის ვაიდელი. ეს არის მემარჯვენე პარტია, მას გერმანიაში უწოდებენ ექსტრემისტულ ძალებს და ექსტრემისტულ პარტიას, ის ემხრობა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, ის აკრიტიკებს ახლანდელი მთავრობის და წინა მთავრობების ენერგოპოლიტიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას, ის ემხრობა იმას, თავის თავს პარტია უწოდებს ლიბერტარიანულ მემარჯვენე პარტიას და ემხრობა იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო რეგულირება ხდებოდეს ბიზნესის და ეკონომიკის მხოლოდ აუცილებელის. ის ასევე იბრძვის იმისთვის, რომ შეწყდეს მიგრანტების მიღება გერმანიაში და განიხილავს როგორც ძალიან დიდ პრობლემას გერმანიისთვის და არა მხოლოდ გერმანიისთვის და ასევე ემხრობა იმას, რომ აი ეს რაღაცა სიგიჟის ზღვრამდე მისული მწვანე დღის წესრიგის დაბალანსება მოხდეს ენერგეტიკის სფეროში და მოხდეს, ვთქვათ, იგივე ატომური ენერგეტიკის კვლავა მოქმედება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. რაც ყველაზე უცნაური არის ამ პარტიისა და მისი ლიდერის, მის თავმჯდომარის შესახებ, და აი სხვათა შორის ჩვენთანაც აღქმა არის ცოტა ესეთი დამახინჯებული მემარჯვენე პარტიებისა ევროპის ქვეყნებში
და რას გულისხმობ ახლა ავხსნი, მაგალითად ჩვენთან არის ხოლმე მიჩნეული, რომ აი ეს მემარჯვენე პარტიები უმეტესწილად ემხრობიან და ასე ვთქვათ, მათი ამოსავალი წერტილი არის ქრისტიანული ღირებულებები. იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენთვის არის ეს ქრისტიანული ღირებულებები. თუმცა ეს ასე არ არის და ამის მაგალითი არის სწორედ ეს. პარტია და წინააღმდეგობრივია და უცნაურია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად პარტია მაგალითად არ ემხრობა ერთსქესიანთა კავშირის დაკანონებას, მიუხედავად ამისა, მის თავმჯდომარეს, რომელიც არის კანცლერის პოსტზე კანდიდატი და თებერვალში ჩატარდება გერმანიაში რიგგარეში არჩევნები და მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პარტია მოკლედ არ ემხრობა ერთსქესიანთა კავშირის დაკანონებას, თავად ალის ვაიდელი არის ღია ლესბოსელი, რომელიც არის სამოქალაქო რეგისტრირებულ კავშირში პარტნიორ ქალთან, შრი-ლანკელ ქალბატონთან, რომელიც ცხოვრობს შვეიცარიაში. აი, ასეთი წინააღმდეგობრივი პარტია და წინააღმდეგობრივი პიროვნება თვითონ ალის ვაიდელი დანარჩენი დასკვნები თავად გააკეთეთ. რაც შეეხება ილონ მასკს, ილონ მასკი საკმაოდ დიდი ხანია AfD-ს უჭერს მხარს, ისევე როგორც ბრიტანეთში არის პარტია Reform UK, რომელსაც მასკი უჭერს მხარს და ამიტომ მას ბრალსდებენ, რომ ის ერევა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში. საინტერესოა თავისთავად ეს მოვლენაც, ანუ ეს არის მასკის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ახირება, რომ მას თუ ეს არის მისი პირადი, ასე ვთქვათ, გეგმა მოახდინოს გავლენა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუ ეს არის იმ ძალების გეგმა, რომელთანაც ასოცირდება მასკი და პრინციპში თუ შევხედავთ იმ რეაქციას, რაცაც იწვევს და როგორ შიშსაც იწვევს ეს ჩანს ევროპელი ლიდერების გამოხმაურებებიდან, იგივე ვთქვათ, ესპანეთის პრემიერმა გააკეთა კომენტარი, იგივე მაკრონმა გააკეთა კომენტარი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არ არის უბრალოდ მასკის პირადი ჰობი ევროპის პოლიტიკაში ჩარევა და აქ საქმე გვაქვს გრძელვადიან გეგმასთან, რომლის მიხედვითაც ის ძალები, რომელსაც წარმოადგენს მასკი, ცდილობენ მსოფლიოში ახალი წესრიგის დამკვიდრებას. მოკლედ, აი ეს არის და ეს, მე სასიამოვნო 1 საათს და 15 წუთს გისურვებთ, უყურეთ ინტერვიუს და გააზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. Welcome, Alice. Thank you for joining Spaces and გამარჯობა ელის. მადლობა რომ შემოგვიერთდი Space-ში. უთმენლად ველოდი ამ საუბარს. შესაძლოა დავიწყოთ იმით, რომ თუ შეგიძლია განმარტოთ, თუ რა არის AfD-ს პლატფორმა Alternative für Deutschland. რა არის მისი ძირითადი მიზნები, რომელ სფეროში საჭიროებს გერმანია ცვლილებას. ამერიკაში უამრავი ადამიანია, რომელსაც არასოდეს სმენია AfD-ს შესახებ და უბრალოდ მათთვის რომ განმარტოთ, რომ მათ შეექმნათ წარმოდგენა. მადლობა დიდი, ელონ, რომ მომიწვიეთ და ეს შესაძლებლობა მომეცა. ღიად ვისაუბრო სხვადასხვა საკითხებზე, გავაკეთებ პატარა შესავალს. გესმით ჩემი? მე კი ცხადია, მშვენიერია. მაშ დავიწყოთ. იმით თუ ვინ ვართ ჩვენ? AfD არის ალტერნატივა გერმანიისთვის. ეს არის შედარებით ახალი პარტია, რომელიც დაარსდა 11 წლის წინ. მაშინ, როდესაც დაიწყო ევროს პრობლემები. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენი პარტიის შესახებ საუბარს მე ცოტა ნეგატიური გარემოებების აღწერით დავიწყებ. გერმანია დიდებული ქვეყანაა, ძლიერი ადამიანებით, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არასწორად მართეს ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ჩვენ 16 წელიწადი ანგელა მერკელის ადმინისტრაცია ყავდა. შემდეგ კი ეგრეთ წოდებული ტრაფიკ ლაით კოალიცია, რომელიც გასულ წელს დაიშალა.
ახლა კი ვემზადებით არჩევნებისთვის. ჩემი აზრით, ანგელა მერკელი იყო პირველი მწვანე კანცლერი, რომელმაც ფაქტობრივად დაანგრია ჩვენი ქვეყანა. მან ხალხის უკითხავად წაახალისა საზღვრების გახსნა და არალეგალური იმიგრაცია 2015 წელს. მან გაანადგურა ჩვენი ქვეყნის ხერხემალი ენერგეტიკული პოლიტიკა. გერმანია ერთადერთი ინდუსტრიული ქვეყანა იყო, რომელმაც დახურა ატომური ელექტროსადგურები. შესაბამისად, ანგელა მერკელის მიზანი იყო მხოლოდ მზის და ქარის ენერგიის გამოყენება. მაგრამ არ არის საჭირო იყო ბრძენი იმისთვის, რომ გაიგო, რომ ინდუსტრიული ქვეყანა ვერ იქნება მხოლოდ ქარისა და მზის ენერგიაზე დამოკიდებული, რადგან შენ არ გექნება ენერგია და ელექტროენერგია, როდესაც მზე არ გაანათებს და ქარი არ იქროლებს. ეს არის დიდი პრობლემა. Unplugged the nuclear power plant. So the aim of Angela Merkel was to enforce just solar and wind energy. And you don't need to be very smart to encounter that you cannot run an industrial country with just wind and solar. Because you don't have any energy and electricity when the sun doesn't shine and when the wind doesn't blow. And this is a major problem. Sorry? მაპატიეთ, მე მზის ენერგიის დიდი მომხრე ვარ, მაგრამ აშკარაა, რომ თუ ქვეყანა არის მაღალ განედზე, მაშინ ზამთარში მზის ენერგიის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. და რა თქმა უნდა, არსებობს ენერგიის გამოყენების მნიშვნელოვნად განსხვავებული ციკლი დღისა და ღამის განმავლობაში. ბევრი ენერგია შეიძლება გამოიმუშაოს მზის ენერგიის პანელებმა და დიდი მასშტაბის ქსელის ენერგიის ბატარეებით, მაგრამ ის აუცილებლად უნდა შეივსოს ენერგიის მიღების სხვა ფორმებით, რადგან გერმანიაში განსაკუთრებით ზამთარში არ არის ბევრი მზე. ამრიგად, გადაწყვეტილება აშკარად უნდა იყოს მრავალმხრივი, სადაც აუცილებლად იქნება განახლებადი ენერგია. მაგრამ ასევე საჭიროა წიაღისეული საწვავის ენერგია და განსაკუთრებით ატომური ენერგია. მე ვფიქრობ, ატომური ენერგია ძალიან ნაკლებად არის შეფასებული. ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება ატომური ელექტროსადგურების დახურვისა გერმანიაში. ისინი მართლაც კარგად დაპროექტებული და უსაფრთხო იყვნენ. და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი იქნებოდა ატომური ენერგიის მოცულობის მნიშვნელოვანი გაზრდა გერმანიაში. ეს იქნება შესანიშნავი. ხო, აბსოლუტურად. ხო, ეს არის მიზეზი, რის გამოც მინდოდა ზოგადად მოცემული სიტუაციის სურათის წარმოდგენა. იმისთვის, რომ სწორედ იქნეს გაგებული, თუ რას ემხრობა ჩვენი პარტია, რადგან ეს ზუსტად ის არის, რაც თქვენ თქვით. ჩვენ ვიცავთ ენერგეტიკული მომარაგების დივერსიფიკაციას. ჩვენ არ შეგვიძლია ინდუსტრიული ქვეყანა, როგორიც არის გერმანია, მართოთ და შევინარჩუნოთ ძლიერი წარმოების ბაზა. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენი წარმოება 2018 წელს პიკზე იმყოფებოდა და მას შემდეგ ჩამოიშალა ენერგიაზე მაღალი ფასების გამო და თქვენ ვერ შეძლებთ ქვეყნის მართვას ასეთ პირობებში. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტექნოლოგიებისა მიგახსნილი და უნდა განვაგრძოთ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა, რადგან ატომური ენერგია არის ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგია. შესაბამისად, ჩვენც შევამცირებთ ჩვენი ნახშირბადის გამოყოფას, რომელიც ძალიან მაღალია. და ეს არის ყველაზე მეტად ირონიული ამ ყველაფერში. ჩვენი მთავრობები, როგორიცაა ანგელა მერკელის მთავრობა და ცნობილი ტრაფიკ ლაით კოალიცია, მათ აწარმოეს მწვანე პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც არ იმუშავა. ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიებისადმი ღია მიდგომაზე. And and we would like to go back to technology openness here. I think that makes a lot of sense. I mean, my recommendation, and I've said this publicly before, is that Germany should not merely reopen the nuclear power plants, but substantially increase the power generation. In the same space, meaning without increasing the size of the nuclear power plant in any meaningful way, without increasing the amount of land area that it uses, you can dramatically increase the power output of a nuclear power station because
the actual core part of the power station is extremely tiny. People don't quite realize just how small the center core of a nuclear power plant is. It's like amazingly tiny. And so you can actually, in the same land area, no increased land area, dramatically increase the amount of nuclear power that any given nuclear power station is producing. You need a water source to run the steam turbines, but really far more power output is possible than people realize. And I think that the sensible solution is renewables, but with a lot of nuclear, and then to supplement where that there has to be some amount of hydrocarbon power generation to supplement where it just needs to be sensible. ხო, ვფიქრობ ეს ძალიან ლოგიკურია. ჩემი რეკომენდაცია და საჯაროდაც მithქვამს არის, რომ გერმანიამ უნდა აღადგინოს ატომური ელექტროსადგურები, მაგრამ ასევე უნდა გაზარდოს ელექტროენერგიის წარმოება. არ გაზარდოს ბირთვული სადგურის ფართობი არანაირად, მაგრამ იმავე ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაზარდოს ენერგიის გამომუშავება. თავად ელექტროსადგურის ძირითადი ნაწილი ძალიან პატარაა. ხალხი ვერ ხვდება, რომ ატომური ელექტროსადგურის ცენტრალური ნაწილი ძალიან მცირეა. ხო, ეს მართლა საოცრად მცირეა. ამიტომ იმავე ტერიტორიაზე ნებისმიერი ატომური სადგურის შემთხვევაში შესაძლებელია ელექტროენერგიის გამომუშავების გაუმაგება, ან კიდევ უფრო მეტი. მართალია, ორთქლის ტურბინები საჭიროებს წყლის რესურსებს, მაგრამ რეალურად უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება არის შესაძლებელი, ვიდრე ხალხს ჰგონია. ვფიქრობ, რომ გონივრული გადაწყვეტილება არის განახლებადი ენერგია, მაგრამ ბევრი ატომური ენერგიასთან ერთად და ამავდროულად იქ, სადაც საჭირო, იქნება წიაღისეული ენერგიის გამომუშავებაც. ხო, აბსოლუტურად, მაგრამ მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო, ქარის ტურბინები, ქარის ენერგია, ატომური ენერგიის მიწოდებასთან შედარებით ძალიან არაეფექტურია მიწის გამოყენების თვალსაზრისითაც. ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ემსლანდის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ყოველწლიურად გამოიმუშავებდა 10 მილიარდ კილოვატ ელექტროენერგიას წელიწადში, ჩანაცვლდა 1250 ქარის ტურბინით, რომლებიც გამოიმუშავებენ მხოლოდ 8 მილიონ კილოვატ-საათს წელიწადში, ხოლო მათი როტორის დიამეტრი 60 მეტრის და ქარის ფერმებს შორის მინიმალური მანძილის გათვალისწინებით, ეს ტურბინები განთავსებულია 100 კვადრატულ კილომეტრ მიწაზე. მაგალითად, ეს ექვივალენტურია შტუტგარტის ნახევარი ქალაქის ფართობის. ასე რომ, არ არის აუცილებელი იყო ძალიან ჭკვიანი იმისთვის, რომ კალკულაციები გააკეთო და მიხვდე, რომ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა სულაც არ არის კარგი. To half of the major city of Stuttgart, right? So this entire thing, and just to stress the fact again, you don't need to be very smart just to do your calculations, but our energy policy. Sorry. The crazy thing is like a bunch of these energy questions. You do not need to be like a world leading physicist. It's very basic math. არ არის საჭირო მსოფლიოს წამყვანი ფიზიკოსი იყო, ეს ძალიან საბაზისო მათემატიკაა. ნამდვილად, ეს მაღალ კლასზე დაბალი დონეა. მე ვიტყოდი, რომ საშუალო სკოლის მათემატიკაა. ძალიან მარტივია, აბსოლუტურად მარტივი. დიახ, და შემდეგ კრიზისის დროს, უკრაინის ომის დროს, ჩვენი გაზის მომარაგება უბრალოდ განადგურდა და მაშინ ნათელი გახდა, რამდენად დამოკიდებულნი ვიყავით რუსულ გაზზე. იცით რა გადაწყვიტა მთავრობამ ამ კრიზისში, როდესაც ენერგიის ფასები შერყეული იყო და ჩვენ რუსეთიდან იაფი ენერგიის მომარაგება შეგვიწყდა. მათ გამორთეს ბოლო ატომური ელექტროსადგური, რათა კიდევ უფრო დიდი ენერგიის დეფიციტი შეექმნათ.
ასე რომ ან უნდა იყოს სულელი, ან უბრალოდ გძულდეს შენი ქვეყანა. ხომ ასეა? Create a shortage of energy. So either you must be very stupid or you just hate your own country. Isn't it? ვფიქრობ ეს სისულელის კატეგორიას განეკუთვნება. ნამდვილად არსებობს ძველი ანდასა. ადამიანმა სხვა ადამიანის რაიმე ქმედებაში არასოდეს უნდა ეძებო ბოროტი განზრახვა, თუ ეს ქმედება მარტივად აიხსნება არაკომპეტენტურობით. დიახ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. მაგრამ როცა ვნახე, რომ გერმანია ბირთვული სადგურების გამორთვას აპირებდა, მაშინ, როდესაც გაზის მომარაგება შეუწყდა რუსეთიდან, ვიფიქრე, რომ ეს იყო ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს იყო შოკის მომგვრელი. And completely carbon free. Yeah, crazy. It's crazy. Yeah. So I guess ხო, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ AfD-ს ორი ძირითადი მიზანი არის გონივრული ენერგეტიკული პოლიტიკა და გონივრული მიგრაციული პოლიტიკა. დიახ, სწორად ასეა, მაგრამ თუ შეიძლება განვაგრძობ, რადგან ახლა ეს არის სრულიად ახალი სიტუაცია ჩემთვის, როდესაც შემიძლია უბრალოდ ვისაუბრო და არავინ შემაწყვეტინოს, ან არ წარმომადგინოს ნეგატიურ კონტექსტში, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ხშირად ხდება მასმედიაში და რაც უბრალოდ სრულიად გაუგებარი და აბსურდული იყო. მოკლედ, რა გვინდა ჩვენ კიდე, რადგან ჩვენ ვართ კონსერვატიული, ლიბერტარიანული პარტია, ასე ვხედავთ თავს, თუმცა ჩვენს პარტიას ძირითადად მედიაში მოიხსენიებენ როგორც ექსტრემისტულ პარტიას. თუმცა ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ საჭიროა ბიუროკრატიის შემცირება. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი კომპანიები, ინდივიდები ბიუროკრატიული პირობებისგან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი დღე სჭირდება ბიზნესის ლიცენზიის მიღებას გერმანიაში. Our companies, the individuals of this obnoxious bureaucratic conditions here. Do you know how long it takes, how many days it takes to get a business permit in Germany? Just guess. ხომ იცით? As it turns out, I do. როგორც აღმოჩნდა, ვიცი. რამდენი დღე დაგჭირდათ თქვენი დიდი პროექტის განსახორციელებლად? იცით, რამდენი დღე დასჭირდათ ჩვენს ავტომობილების ფაბრიკის აშენებას, რომელიც ბერლინის სიახლოვეს მდებარეობს? ბევრი გამოწვევა გქონდა. რეალურად ჩვენ გქონდა უამრავი მხარდაჭერა, როგორც ადგილობრივი, ასე ეროვნულ დონეზე, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, წესების რაოდენობა, რომელიც უნდა დაგვეცვა, უბრალოდ კოლოსალური იყო. აბსოლუტურად არარეალური. ჩვენმა კომპანიამ 25,000 გვერდი შეადგინა ლიცენზიისთვის. ეს უნდა დაბეჭდილიყო ქაღალდზე. 25,000 ასლის გაკეთება, წარმოიდგინეთ. ეს არის სასწაული, 25,000 გვერდი, ეს იყო ფაქტობრივად ერთი სატვირთო მანქანა სავსე ქაღალდით. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამ ყველაფრის ელექტრონულად კეთება. ხომ არ არის ეს უკეთესი? არა, არ შეიძლება, ეს უნდა იყოს ქაღალდზე. გერმანიაში მხოლოდ ქაღალდზე შეიძლება იყოს, ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეს სულ რამდენიმე წლის წინ მოხდა. არც ისე შორეულ წარსულში. ჩვენ უკვე 21 საუკუნის, ასე ვთქვათ, მეოთხედი გავიარეთ და ეს ასე უნდა გავაკეთოთ? 25,000 რეალურად დაბეჭდილი გვერდი და თითეული გვერდი დამოწმებული ფიზიკური შტამპით. წარმოიდგინეთ, ამას აკეთებს ცოცხალი ადამიანი, რომელიც ეჭვგარეშეა სტრესს მიიღებს 25,000 გვერდის დაბეჭდის და დამოწმების შემდეგ. არ ვამტყუნებ იმას, ვინც ამას აკეთებს, ისინი უბრალოდ წესებს მიყვებიან, მაგრამ ჩვენ წესები უნდა შევცვალოთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ კეთილდღეობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაატარონ ეგრეთ წოდებული ნაგვის რევიზია, რაც გულისხმობს წესების გადახედვას, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი ნამდვილად სასარგებლოა. თუ ეს წესები საეჭვოა, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება გახდეს უკანონო და ეს უბრალოდ სიგიჟეა. And make sure that they are
clearly a net good, and if there's any doubt about them being a net good, we should eliminate them, because otherwise we get to this point where everything is illegal, and so it's just absolutely crazy. აბსოლუტურად. და არა მხოლოდ ბიუროკრატია, არამედ გადასახადებიც. გერმანიაში გადასახადები ყველაზე მაღალია ეუთოს ქვეყნებს შორის. ასე რომ ჩვეულებრივი გერმანელი მუშა ნახევარ წელზე მეც მუშაობს სახელმწიფოსთვის. წარმოიდგინეთ, რომ გადასახადები და სოციალური უზრუნველყოფა გულისხმობს იმას, რომ მთელი წლის ნახევარს სახელმწიფოებისთვის მუშაობთ. თუმცა სახელმწიფო არ აწვდის ხალხს იმ სერვისებს, რომელშიც ეს ხალხი გადასახადებს იხდის. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ისე რომ ჩვენ გვაქვს კრიმინალის ზრდა. არ აინტერესებს განათლება. ამიტომ ჩვენი განათლების სისტემაში მემარცხენე სოციალისტური დღის წესრიგია. ახალგაზრდები არაფერს სწავლობენ სკოლებში. მათ უბრალოდ ასწავლიან გენდერის სწავლებებს და მორჩა. Insane wokish leftish socialist agenda in our educational system. So the young people, they don't learn anything in school, in university, etc. So they just learn about gender studies, and they just and no, really, like imagine. I was under the impression that Germany had a pretty good education system that that was quite rigorous. მე მეგონა, რომ გერმანიაში განათლების კარგი სისტემა იყო, რომელსაც დიდი ყურადღება ექცეოდა მინიმუმ გიმნაზიის დონეზე, მაგრამ ახლა ეს სისტემები შეიცვალა და ვოკ ვირუსი ნამდვილად გავრცელდა. დიახ, ეს არის ის, რაც ახლა ხდება. მაგალითად, არსებობს საერთაშორისო PISA ტესტი. რამდენიმე წლის წინ გერმანია ნორმალურად იყო შეფასებული, მაგრამ ახლა ქვეითდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები ვერ ახერხებენ სწორად ანგარიშს, წერას და მეტყველებას გერმანულად. რამდენიმე რეგიონში, მაგალითად, მათ გააუქმეს წერის ქულები, რათა ენის ქულების მიღება გაეხადათ შესაძლებელი. ახლა აღარ არის საჭირო რომ გერმანულად სწორად წერა, რადგან მთელი განათლების სისტემა დაქვეითდა. და ეს არის მიზეზი, რატომაც ახალგაზრდები ახლა მხარს გვიჭერენ, რადგან მათ სურთ დაიბრუნონ ნორმალური განათლების სისტემა. პირადად მიმაჩნია, რომ საჭიროა დავუბრუნდეთ სისტემას, რომელიც ეფუძნება დამსახურებას და წახალისებას და უარი უნდა ვთქვათ ყველა სოციალისტურ გენდერულ სიგიჟეზე, უნდა დავუბრუნდეთ იმ სისტემას, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი საზოგადოების განვითარებაში. ოჯახებს და მშობლებს აქვთ პასუხისმგებლობა თავიანთი შვილების მიმართ, ხოლო სკოლებს და უნივერსიტეტებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყონ ხარისხიანი განათლება და არა ეს მოდური სოციალისტურ გენდერული საკითხების სწავლება. Have to go back to a merit-based system, right? So we need to go back to a merit-based incentive system and go away from all this socialist gender things being in our educational system. The families and the parents, they have the responsibility of their children, and the schools and the university, they have the responsibility to give good education and not all this woke socialist nonsensical gender stuff. დიახ, გეთანხმებით. გულისხმობ, რომ სკოლაში მისვლის მთელი აზრიც ეგ არის, რომ შეიძინო სასარგებლო უნარები, რომლებიც დაგეხმარება ცხოვრებაში გახდე პროდუქტიული და უკეთ შეიცნო სამყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის სკოლა, ეს უბრალოდ პროპაგანდის ინსტიტუტია. True. Yeah, so okay, well, I mean that makes a lot of sense. So we need to yeah. So maybe I can ნამდვილად, just აბსოლუტურად, ასე რომ გავაგრძელებ, თუ შეიძლება. მე უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე განათლების სისტემის შესახებ, სადაც სახელმწიფო ვერ ახერხებს თავისი ვალდებულებების შესრულებას. ჩვენმა მთავრობამ წელს მოაგროვა რეკორდული რაოდენობის შემოსავლები. შეაგროვეს დაახლოებით 1 ტრილიონზე მეტი ევრო, რაც არის რეკორდული გადასახადები, მაგრამ სახელმწიფო
ვერ ახერხებს ამ თანხების მართვას. რას აკეთებენ? ისინი ფულს ფანჯრიდან ყრიან. მაგალითად, იმიგრაციისთვის და სოციალური სისტემისთვის, რომ შეგექმნათ წარმოდგენა, რა ხდება გერმანიაში, სულ რამდენიმე მაჩვენებელს გეტყვით. 2015 წლიდან 7 მილიონი ადამიანი შემოვიდა ოფიციალურად. და კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი. ჩვენი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ადამიანებმა თავიანთი პასპორტები გადაყარონ საზღვარზე შემოსვლის წინ. რადგან საზღვარი არ არის დაცული და კონტროლირებადი, 57%-ზე მეტს, თითქმის 60%-ს პასპორტები აქვს გადაგდებული. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ როცა საზღვარს გადმოკვეთენ, ისინი ემიგრანტები ხდებიან და მთავრობას ახარ შეუძლია მათი დეპორტაცია. ჩვენი მთავრობა ანგელა მერკელის ადმინისტრაცია და იმის წინა მთავრობაც ატარებს და ატარებდა ამ საემიგრაციო პოლიტიკას, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას გადაკვეთოს ჩვენი საზღვარი და მიიღოს ემიგრანტის სტატუსი. შემდეგ პასპორტის არ ქონის გამო არ შეუძლიათ მათი ქვეყნიდან გაძევება. ხო, როგორი სიგიჟეა ეს. So our state, our government, like the Angela Merkel government and the last one, they proclaimed a policy that everyone can choose to cross our border to immigrate into our social security system and cannot be deported afterwards because they threw away their passports. I mean, like how insane is ნამდვილად ეს სიგიჟეა. მაგრამ იგივე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. დიახ, ნამდვილად არსებობს რაღაც მიმარცხენე დღის წესრიგი, რომელსაც ავრცელებენ მთელ დასავლურ ცივილიზაციაში. რადგან ზუსტად იგივე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა ისინი ადამიანებს არალეგალურ მიგრანტებს ეძახიან და მათ ჰქვიათ დოკუმენტის არ მქონე პირები. მიუხედავად იმისა, და რადგან პასპორტები გადაყარეს, როგორც თქვენ თქვით, ფაქტობრივად მექსიკის საზღვარზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის დიდი გროვა გადაგდებული პასპორტებისა და მართვის მოწმობის უზარმაზარი გროვა, რადგან პასპორტით გადასვლა უფრო რთულია ვიდრე დოკუმენტის გარეშე. ხოლო როგორც გერმანიაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული მთავრობა შემდეგ უზარმაზარ თანხებს გასცემს არალეგალი მიგრანტების მხარდასაჭერად. მაგრამ თუ ისინი დოკუმენტს არ წარმოადგენენ, ჩვენ არ ვიცით არიან თუ არა მკვლელები ან დამნაშავეები, რადგან არ გვაქვს დოკუმენტები და შესაბამისად ვერ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას. შედეგად, კრიმინალების მასიური ნაკადი შედის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სიმართლე რომ ვთქვათ, მე მიკვირს რა აკავებს დანარჩენ კრიმინალებს, რომ არ ჩადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკა კარგი სატყუარაა, ის მდიდარია და იქ ძალიან მარტივია კურდობა, განსაკუთრებით მდიდარ რაიონებში. ერთადერთი რამ, რაც ქურდს შეაფერხებს, არის ის, თუ რამდენი წაღება შეუძლია ზურგით. მთავარია ზურგი არ სტკიოდეს, ასე რომ, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიოს კრიმინალები ამერიკაში მოდიან სწორედ ამ მიზეზით, რადგან აქ გაცილებით უფრო ადვილი გახდა პროფესიონალური კრიმინალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სადაც არაა ამდენი საქურდალი. დიახ, შემიძლია გკითხოთ. მე წავიკითხე, რომ კალიფორნიაში, მაგალითად, ძალიან მწუხვარი მის გამო, რაც კალიფორნიაში ხდება, ეს ნამდვილად საშინელებაა. კალიფორნიის შემთხვევაში ხელისუფლებამ გააუქმა სისხლის სამართლებრივი დევნა კურდობისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევებია კურდობის. ეს მართალია? დიახ. ფაქტობრივი სიტუაცია ისეთია კალიფორნიაში, რომ კურდობა თითქმის არასდროს იდევნება კანონის მიერ. დაახლოებით ყველა კურდობის 1% იდევნება მხოლოდ. სისხლის სამართლის აღძვრის შემთხვევაშიც კი დამნაშავეები დაუყოვნებლივ თავისუფლდებიან გირაოს სანაცვლოდ. ასე რომ კურდობა კალიფორნიაში პრაქტიკულად ლეგალურია.
ეს სიგიჟია. დიახ, ეს სიგიჟია. ცოტა ხნის წინ კალიფორნიაში ჩატარდა რეფერენდუმი იმისთვის, რომ ქურდობა კვლავ დასჯადი გახდეს. ეს საკითხი გავიდა რეფერენდუმზე, რადგან ფაქტიურად ლეგალური და კანონიერი იყო ყველაფრის მოყარვა, რაც $1,000-ზე ნაკლები ღირდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს შეეძლოთ შესულიყვნენ მაღაზიაში და უბრალოდ აეღოთ ყველაფერი, რაც $1,000-ზე, თუნდაც $1 ნაკლები ღირდა. და თუ მაღაზიის მეპატრონე მათ წინ აღუდგებოდა, მას პოლიცია დააპატიმრებდა. ეს ბეთმენს და ჯოკერს გავს, როდესაც კრიმინალი ყვავის და პატიოსან მოქალაქეებს აპატიმრებენ და როგორც უკვე ვთქვი, კალიფორნიის მაცხოვრებლებმა ხმა მისცეს რეფერენდუმზე იმას, რომ ქურდება კვლავ დასჯადი გახდეს. და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კალიფორნიის გუბერნატორი ნიუსემი ამის წინააღმდეგი იყო. სინამდვილეში კი, რასაც ისინი გააკეთებენ, არის ის, რომ კი, ტექნიკურად ქურდობა არალეგალურია, მაგრამ მემარცხენეები არ შეასრულებენ ამ კანონს. დაუჯერებელია. იმიტომ რომ იმისთვის, რომ კანონმა იმუშაოს, საჭიროა ორი რამ. თავად კანონი და მისი შესრულება. მაგრამ როცა არ არის არც ერთი და არც მეორე, მე ვფიქრობ, ჯორჯ სოროსი გენიალური ბიჭია, ის მიხვდა, რომ არ არის საჭირო კანონის შეცვლა, უბრალოდ ის არ უნდა შესრულდეს. და ეს იმუშავებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც გამოღვიძებაა უკვე. კალიფორნიაშიც კი ხალხი დაიღალა ამ სიტუაციით და მათ სურთ ცვლილება. და ეს ნამდვილად არის ის, თუ რატომ მოიგო დონალდ ტრამპმა. ეს არ იყო მხოლოდ პატარა გამარჯვება. არჩევნებში ტრამპმა მოიგო ამ მომრჩეველთა კოლეგიაში, ასევე მიიღო ხალხის ხმების უმრავლესობა. ანუ ეს აჩვენებს, რომ ამერიკელი ხალხი ითხოვს ცვლილებას. მე გეტყვით, რომ ეს ძალიან მკაფიოა და ჩემი რეკომენდაციაა გერმანიის ხალხისთვის არის იგივე. თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი სიტუაციით, უნდა ხმა მისცეთ ცვლილებებს და ამიტომ მე ძალიან მტკიცედ ვურჩევ ხალხს, რომ ხმა მისცეს AfD-ს. ეს ჩემი ძლიერი რეკომენდაციაა და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ გონივრული ნაბიჯია. მგონია, რომ ალის ვაიდელი საკმაოდ გონიერი ადამიანია და იმედია ხალხი სწორად გაიგებს ამ საუბარს, რომ აქ არაფერი უტოპიური არ არის, მხოლოდ ჩვეულებრივი გონივრული გადაწყვეტილებების შეთავაზება ხდება. ასე რომ, როგორც მე საჯაროდ ვამბობ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანიის გადარჩენა და მინდა მკაფიოდ ვთქვა, მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანიის გადარჩენა, ეს არის რეალობა. ხალხი უნდა დაეხმაროს AfD-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანიაში სიტუაცია გაუარესდება. End of story. And people really need to get behind the AfD, and otherwise things are going to get very, very much worse in Germany. დიახ, რადგან თქვენ სწორად თქვით, არსებობს განსხვავება კანონის შემოღებასა და მის აღსრულებას შორის. ახლა გერმანიაში გვაქვს მდგომარეობა, სადაც ერთი მხრივ არის AfD, ხოლო მეორე მხრივ არიან ეგრეთ წოდებული უნიპარტია, რაც ნიშნავს ყველა დანარჩენ პარტიას, რომლებიც ერთმანეთს ეყრდნობიან და არ ძალუთ განახორციელონ ის დაპირებები, რასაც ყოველ არჩევნებში იძლევიან, განსაკუთრებით ანგელა მერკელის პარტია. იცით, რომ კანცლერის არჩევნებზე ჩემი მეტოქის პარტიას, ქრისტიან დემოკრატს, The Economist-ში ცენტრისტულ მემარჯვენე პარტიას უწოდებენ? ეს არის არასწორი. ჩემი აზრით, ეს უფრო ლიბერალური მწვანე პარტიაა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, რაც მან გააკეთა, არის ის, რომ მან თქვა, რომ თქვენი ინტერესი გერმანულ პოლიტიკაში თავხედური და ამბიციურია და So what he did is that he, by the way, just talking about interference, so I just look it up here. He called your interest in German politics pushy and presumptuous. And what did you say about George Soros? Yeah, exactly. George Soros, ხო? კი, ზუსტად და Bill Gates. ხო, და პრობლემა არ იყო, როცა ბილ გეიტსმა თავისი
RNM ვაქცინით აცრა ხალხი და არც ერთი არ ახსენებდა მის დიდ გვერდით ეფექტს ადამიანის ჯანმრთელობაზე და არავინ იღებდა პასუხისმგებლობას ამაზე. და არც მთლიანად ამ ბლეფზე თავისი მიღბების ტარებით. კი, ეს დაუჯერებელია და ასევე ქრისტიან დემოკრატების კანდიდატმა მაგალითად ფრედერიხ მეზემ გააფრთხილა მსოფლიო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შედეგების შესახებ, ანუ უცხო ქვეყნის ჩარევაზე. დაუჯერებელია ის თუ როგორ მოექცნენ დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გერმანული მედია და გერმანელი პოლიტიკოსები. მე ეს უკვე ვახსენე ბლუმბერგის ინტერვიუში, თუ როგორ მტკივნეულად განვიცდიდი მე როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ტრამპს და მის ოჯახს. მე უბრალოდ მეწოდება ეს ხალხი, რადგან ბოროტ რაღაცეებს ლაპარაკობენ, დიახ, და ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ევროკავშირის 150 ბიუროკრატი გვიყურებს, რათა გვაიძულონ მივიღოთ ეს სულელური კანონი ციფრული სერვისების შესახებ. რაც სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის ცენზურა. Just like saying negative things and now while we talk 150 bureaucrats of the European Union are watching us, our conversation, to enforce this ridiculous Digital Services Act that is nothing თქვენ თქვით ეს თავისუფალი სიტყვა არის დემოკრატიის წინაპირობა, რომელიც შესაძლებელს ხდის ჩამოაყალიბოთ სწორი აზრი და იდეები, თავისუფლად გაუზიაროთ ის სხვას. დემოკრატია უნდა იყოს საუკეთესო იდეების კონკურენცია და კომპრომისების არსებობა. აბსოლუტურად, დიახ, მაგრამ ამასთანავე თუ არ გაქვთ სიტყვის თავისუფლება, მაშინ ადამიანები ვერ მოახდენენ თავისუფლად თავისი აზრების გამოხატვას და თუ ასე ხდება, ხალხი ვერ გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს. ამიტომ, როცა ხალხს მხოლოდ პროპაგანდას აწვდი და არა აქვს წვდომა რეალურ მდგომარეობაზე, ისინი ვერ მიიღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება სუფთა დემოკრატია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თავისუფალი სიტყვა არის დემოკრატიის ბირთვი. თავისუფალი სიტყვა აუცილებელია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანი. ეს არის არსებითი. ასევე შეიძლება საკმაოდ მარტივად განსაზღვროთ, ვინ არიან ცუდი ადამიანები, ვის სურს რომ შეაჩეროს სიტყვის თავისუფლება, ისინი არიან ცუდი ადამიანები. ეს ძალიან ნათელია. და იცით რა გააკეთა ადოლფ ჰიტლერმა? პირველი რამ, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ შეზღუდა თავისუფალი სიტყვა, მან გააკონტროლა მედია. ამის გარეშე ის ვერასოდეს იქნებოდა წარმატებული. ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოთ აბსოლუტურად, დიახ, ზუსტად. ერთ-ერთი პირველი რამ, რაც ჰიტლერმა გააკეთა, იყო მედიის კონტროლი და სერიოზული ცენზურის დაწესება და რეალურად, რასაც ის ცდილობდა, იყო ნებისმიერი პროსემიტური მედიას საშუალების დახურვას. ყველაფერი, რაც ებრაელი ხალხის დაცვას უკავშირდებოდა, დაიხურა. ამიტომ ამას ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ. ძალიან ცოტა ადამიანისთვის, ვისაც სურს ცენზურა, მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა ძალიან ფრთხილად მოეპყრონ იმას, რასაც ითხოვენ, რადგან ცენზურა თუ დაუშვი, მალე ეს ცენზურა მაშინვე შენზე იქნება მიმართული და საბოლოოდ ისინი დაგაცენზურებენ. ეს არის საფრთხე, რადგან ადამიანებს სჯერათ, რომ შეიძლება ცენზურის ქვეშ მოაქციო მათი არასწორი აზრები, მაგრამ ისინი ვერაცნობიერებენ, რომ ერთ დღეს ეს ცენზურა მათზე იქნება მიმართული. როგორც ჩანს, თქვენ ახსენეთ ჰიტლერი და ასე შემდეგ. ახლა მედიის ნაწილი ცდილობს, რომ AfD, ალტერნატივა გერმანიისთვის, წარმოაჩინოს როგორც უკიდურესი მემარჯვენე, რომელიც თითქოს ნაციზმთან არის დაკავშირებული. იქნებ ამ საკითხს მიაქციოთ ყურადღება, რადგან როგორც ჩანს, გერმანიაში, როდესაც ვსაუბრობთ მემარჯვენე იდეებზე, ადამიანები ბუნებრივად გარკვეულ უარყოფით რეაქციას გამოხატავენ.
Yes, thank you for the question. First of all, დიახ, მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში მე როგორც ეკონომისტი მინდა გავაკეთო გარკვეული განმარტება. როცა ვსაუბრობთ ჰიტლერზე, უნდა გავიაზროთ ნაციონალ-სოციალისტების იდეა, რომელიც არსებობდა მესამე რაიხში. ნაციონალ-სოციალისტები, როგორც სიტყვა ამბობს, იყვნენ სოციალისტები. მათ ნაციონალიზმი და სახელმწიფო კონტროლი აირჩიეს. დიახ, აბსოლუტურად. As the word says, they were socialists. Adolf Hitler considered, ის იყო კომუნისტი და საკუთარ თავს სოციალისტად თვლიდა. რასაც ისინი აკეთებდნენ იყო, რომ სახელმწიფო კერძო კომპანიებს აიძულებდნენ თანამშრომლობაზე წასულიყვნენ. შემდეგ ისინი ითხოვდნენ უზარმაზარ გადასახადებს და შემდეგ რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვათ, ეკონომიკა იყო ნაციონალიზებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე დიდი შეცდომა იმ საშინელი ეპოქის შესახებ იყო ჰიტლერის ჩათვლა მემარჯვენე კონსერვატორად. ის იყო ზუსტად საპირისპირო. არ იყო კონსერვატორი. არ იყო ლიბერტარიანელი. ის იყო კომუნისტი, სოციალისტი. ეს არის ფაქტი. ამის მეტი კომენტარი აღარ მაქვს. ჩვენ კი ვართ ზუსტად საპირისპირო. ჩვენ ვართ ლიბერტარიანული კონსერვატიული პარტია. და ნახეთ ახლა, საშინელი ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელზე მხოლოდ მემარცხენე პალესტინელები აკრიტიკებენ პოლიტიკას. მათ ღრმად ფესვებ გადმული ანტისემიტიზმი აქვთ მემარცხენე მოძრაობაში. რაც ყოველთვის ასე იყო. რატომ? იმიტომ რომ ჰიტლერმა სწორედ ამაზე ითამაშა. ის იყენებდა მათ სიძულვილს იმ მიმართებით, რომ ებრაელი ხალხი იყო ძალიან განათლებული, ძალიან კულტურული და წარმატებული. ისინი იყვნენ ღირსეული ადამიანები გერმანიაში, მაგრამ შემდეგ მან გამოიწვია შურისძიება და საზოგადოების მხრიდან სიძულვილი. ეს იყო სოციალისტური ნაბიჯი და მსგავსი რამ მოხდა სტალინთანაც საბჭოთა კავშირში. ჰიტლერი იყო ანტისემიტი სოციალისტი, ხოლო ჩვენ ვართ ზუსტად საპირისპირო, ჩვენ ვართ ლიბერტარიანული კონსერვატიული პარტია და ჩვენ არასოდეს ესმოდათ სწორად. ჩვენ გვინდა ხალხის გათავისუფლება სახელმწიფოსგან. მე მინდა რომ ჩვენთან იყვნენ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები. მე მინდა მქონდეს სახელმწიფო, რომელშიც მისი რეგულაცია და ჩარევა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. მხოლოდ თავისი ფუნქციებისთვის, სადაც ხალხს მიეცემა სიტყვის თავისუფლება, სიმდიდრის შექმნის თავისუფლება, რადგან ეს საშინლად მაღალი გადასახადები სახელმწიფოს კეთილდღეობის საფუძვლებს ანადგურებს. სწორედ რომ ვთქვათ, ხალხი ვერ ახერხებს სიმდიდრის დაგროვებას იმ სიმდიდრის, რომელიც მათ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელს ხდიდა. მე მინდა დამოუკიდებლად მოაზროვნე კარგი განათლების მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრები. მინდა გერმანიაში ძლიერი ლიდერები, არ მინდა სულელური სუსტი ლიდერები, როგორებიც იყვნენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები ვერ ფიქრობენ სწორად და ისინი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. With these obnoxiously high taxes, the state erodes the backbone of wealth, right? So the people are not able to accumulate wealth that make them independent from the state. შეხედეთ ახლა უკრაინის ომს. ამ ომში არის დიდი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპი და თქვენი ადმინისტრაცია დაასრულებს ამ საშინელ ომს, ამ უსარგებლო და საშინელი სიკვდილის ყოველდღიურობას ახალგაზრდებისთვის. ეს უნდა შეჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად. თქვენ უნდა შეაჩეროთ, რადგან ევროპელებს არ შეუძლიათ. ევროპელები დანებდნენ ყველა მიმართულებებით, როგორიცაა კარგი სამხედრო და მომლაპარაკებელი ძალები. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იმ გაგებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მთელ სამუშაოს და ჩვენ არაფრის კეთება აღარ გვჭირდება
სოფლიო პოლიტიკაში. რეალურად მათ ყველაფერი დაივიწყეს. მათ არ აქვს კარგი სამხედრო ძალა. არც კარგი დიპლომატია. ისინი სრულიად დამოკიდებულნი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც ამერიკამ უნდა გააკეთოს მთელი საქმე. ჩვენ არაფერს უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენ უბრალოდ ესკალაციას ვუკეთებთ ამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კონფლიქტს. და ეს ძალიან სახიფათოა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის გაჩერება. დიახ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას ძალიან სწრაფად მოაგვარებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზოგიერთები დუმილს ამჯობინებენ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ არაფრისთვის, რადგან არაფერია მიღწეული. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უფრო სუსტდება უკრაინა რუსეთთან მიმართებაში, რადგან უკრაინა პატარა ქვეყანაა და ის უბრალოდ ვერ გაუძლებს ასეთ დანაკარგებს. რუსეთს აქვს შესაძლებლობა და რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ეს კონფლიქტი, მით უფრო ცუდი იქნება უკრაინისთვის. აქ უბრალოდ დაიღუპება ხალხი, მაგრამ რისთვის, რატომ? იმედია ეს საშინელი კონფლიქტი სწრაფად დასრულდება და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპის დროს მოხდება ეს. I hope this terrible conflict can be resolved quickly, and I think it will be under President Trump. Yeah, it would be great actually because this is ეს ნამდვილად კარგი იქნება, რადგან ახლა ხალხი აქ ძალიან შეშფოთებულია და მათ ამისთვის ნამდვილად აქვთ საფუძველი. ვფიქრობ, ამ კონფლიქტს შეუძლია ბირთვულ დაპირისპირებამდე მისვლა, ხოლო ევროპული მთავრობებს არ აქვთ არც გეგმა, არ აქვთ სტრატეგია, არ აქვთ წითელი ხაზი, არც კი იციან, როგორ მართონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ. მათ არ აქვთ სტრატეგია ამის დასასრულებლად და არც სამხედრო ძალა, ამიტომ ისინი ამცირებენ ნატოს ბიუჯეტს, მაგალითად გერმანიამ, რომლის სამხედრო დანახარჯები უნდა იყოს კლიანში და პროდუქტის 2% სინამდვილეში ის წლებია 1%-ზე ცოტა მეც ხარჯავს, ამიტომ გერმანიამ არ შეიტანა საკუთარი წვლილი ამ მხრივ. ასევე ჩვენ ვერ ვაწარმოებთ წინდახედულ თავდაცვის პოლიტიკას. მეორე საკითხი კი ის არის, რომ გერმანია მთლიანად დამოკიდებულია ამერიკაზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ მე მოვისმინე ჯეი დივენსის ძალიან საინტერესო გამოსვლა, სადაც ის ამბობდა, რომ მას არ სურს საქმე ჰქონდეს კლიენტ სახელმწიფოებთან. ხომ ასია? მას ურჩევნია საქმე დაიჭიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩამოაყალიბებენ დამოუკიდებელ აზრს სხვადასხვა საკითხზე, არა? ასე რომ, თქვენ მაგალითად, თქვენს კომპანიებში ხომ არ გინდათ, რომ გარშემო ყავდეთ მხოლოდ დიახ ადამიანები და არა პროფესიონალები, ხომ? მე ასევე არ მინდა ასე. ამიტომაც ვცდილობ და ჩემი მიზანია, რომ ყავდეს საუკეთესო ადამიანები ჩემს გუნდში და ამ საუკეთესო ადამიანების ამოცანაა ჩემი ყოველდღიური კრიტიკა, რადგან დიახ ადამიანები ვერაფერს გასწავლიან. როცა დიახს ამბობს, შენ არ უშვებს შეცდომებს. არა. To have the best people in my team and these best people, they have the task to criticize me every day. And I don't want to have yes sayers, right? Because you cannot learn, so you have no mistake correction. Sorry, I just said yes. Yes. Yes, 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 people. No, but it's so important to. No, yes, no. Yeah, yes. But yeah, no, absolutely. I mean, for say my companies like SpaceX and Tesla. მართალია. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყავდეს კრიტიკოსები. ამიტომ მე მაგალითად ჩემს კომპანიაში, როგორიცაა SpaceX-ი და Tesla, მუდმივად ვეძებ კრიტიკულ გამოხმაურებას, რადგან თუ შეცდომას დავუშვებთ, მაშინ რაკეტები აფეთქდება და მანქანები არ იმუშავებს. ფიზიკა ძალიან დაუნდობელია. შეიძლება უამრავი კანონი დაარღვიო, მაგრამ ფიზიკას ვერ დაარღვევ. ასე რომ თუ რაკეტის დიზაინი და მართვა არასწორადაა გაკეთებული და თუ ერთი რამე მაინც არასწორადაა გაკეთებული, რაკეტა აფეთქდება. ამიტომ მე ღრმად მწამს, რომ უნდა ეძებო კრიტიკული გამოხმაურება და ვთვლი, რომ კრიტიკული გამოხმაურება უნდა აღიქვა როგორც საჩუქარი.
დიახ, აბსოლუტურად. ასე რომ მაგრამ უბრალოდ ამ თემაზე რომ გავაგრძელო საუბარი, თუ არ გაქვს კრიტიკული გამოხმაურება, შენი რაკეტა შესაძლოა ფეთქდეს, მაგრამ ახლა ამ კრიტიკულ პერიოდში უკრაინაში იმ საშინელი ომის დროს ბევრი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ამ სულელური პოლიტიკის გამო და იმის გამო რომ ამ პოლიტიკას არავინ აკრიტიკებს და მართლა ბევრი ადამიანი უკვე დაიღუპა. თუმცა მოდით ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ცხარე საკითხებად იქცეს, მაგალითად როგორ ფიქრობთ ისრაელზე? ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, რაც უფრო მეტს ვკითხულობ ახლა აღმოსავლეთზე და ისრაელის სიტუაციაზე, მით უფრო რთული ხდება ეს. და პირიქით, მინდა თქვენგან შევიტყვო ამ საკითხზე თქვენი მოსაზრება, რადგან იმ დროს, როდესაც უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია ისრაელი, როგორც ჩანს, რთულ ვითარებაში. და გულწრფელად მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ისრაელის პრობლემის გადაჭრა. შესაძლოა ისრაელმა უნდა სცადოს სუნიტურ სახელმწიფოებთან მოკავშირეობა. თუ ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ რეალურად ამ მხრივ მე ძალიან ვერ ვხედავ სიტუაციის გადაწყვეტას. იცით, მე არ ვარ იმ კატეგორიის პოლიტიკოსი, რომელიც დასმულ შეკვეთას ბლა ბლა ბლათი უპასუხებს. მე ძალიან გულწრფელი ვარ და იმას ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ, ამიტომ ვამბობ, რომ მე ვერ ვხედავ ისრაელის პრობლემის გადაწყვეტას ახლა და ამ ვითარებაში. იქნებ თქვენ გაქვთ პასუხი. I really say what I think to do honest politics, and to be honest, I don't know. To be very frank, I don't know how to solve the conflict at this point in time, and I hope maybe you have an answer on that. ბოდიში თუ არა დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგეცით, მაგრამ მე გულწრფელად ვამბობ, რომ მინდა წინდახედული პასუხი გაგცეთ და ამიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი როგორ უნდა გადაწყდეს ისრაელის საკითხი. სხვანაირად რომ ვთქვათ, უჭერთ თუ არა ისრაელის სახელმწიფოს არსებობას უპირობოდ მხარს. კი, რა თქმა უნდა. ეს არის ის, რაც ხალხს უნდა რომ იცოდეს. ხო, მე ვსვამ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხი თითქოს ნათელია, მაგრამ მაინც საჭიროებს პასუხდებას. ხო, გასაგებია, ახლა რა იკითხეთ? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ისრაელი და არა მხოლოდ ის, როგორც სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ბენჯამინ ნეთანიაჰუმ უამრავი შეცდომა დაუშვა. გერმანიის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ებრაელთა დაცვა, რომლებიც ახლა ჩვენს ქვეყანაში არიან და ისინი უსაფრთხოდ აღარ არიან. მათ ემუქრებათ მუსულმანთა მხრიდან ჯალადობა. ჯერ ერთი, მე არ ვიცი თუ გინახავთ ვიდეოები ბერლინის ქუჩებიდან, მე ახლა ბერლინში ვარ, ჩემს ოფისში. მაგრამ უამრავი პალესტინელი გამოსულია დემონსტრაციებზე აქ და აქ ებრაელი ადამიანს უკვე აღარ შეუძლია უბრალოდ გაიაროს ქუჩაში. I don't know if you saw some videos here of the streets of Berlin. I'm right now in my office in Berlin. ახლა გაჩნდა ანტისემიტური დანაშაულების უზარმაზარი საფრთხე. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ აერთი არის ის პარტია, რომელიც მართლაც იცავს ებრაელ ხალხს, რადგან ყველა სხვა პარტიამ მისცა შესაძლებლობა მილიონობით მიგრანტს შემოვიდეს და ამით დანაშაულის ჩადენის საფრთხე გააჩინეს ჩვენს ქუჩებში. And to be very frank here, the AfD is the only protector, and I'm saying that like very frankly, the Alternative für Deutschland, the AfD can only be the only protector of the Jewish people within here in Germany, because the Uniparty, all other parties, they did exactly the opposite. They let like millions of people in. They let them do დანაშაულის მაჩვენებელიც მკვეთრად გაზრდილია და ამის გამო ებრაელები ტოვებენ გერმანიას. როდესაც ჩემს ებრაელ მეგობრებს ვესაუბრები გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში და ავსტრიაში, ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის შემდეგ, რადგან ისინი ჰამასის მხარდამჭერების მხრიდან თანდასხმის საფრთხეს ხედავენ. ისინი თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან ქუჩებში. ჩვენ ვდგავართ ამ
ამ ხალხის მხარეს მიუხედავად იმისა, რომ მასმედიაში ყველაფერი ზუსტად პირიქით არის წარმოდგენილი, ეს უბრალოდ ტყუილია ჩვენი პარტიის შესახებ. Or by the leftist terrorists, I don't know, but they were very afraid, very sensitive on going on the streets. And we step up for these people, even though the opposite in the mainstream media, the opposite is claimed. But Yes. this is not true. It's just a lie about our party. Yes, I think that's what I wanted to დიახ, just make it clear სწორედ that, ამის მკაფიოდ that განმარტება the მინდოდა, FD is რომ massively misrepresented, especially AfD in the Western დასავლურ media. მედიაში ძალიან ცუდად არის წარმოჩენილი. მე ძალიან უჭერ მხარს ისრაელის სახელმწიფოს, მაგრამ ასევე მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებიანები და ემპათია გამოვიჩინოთ ყველა სამოქალაქო პირის მიმართ, რომლებიც იღუპებიან. როცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან მქონდა საუბარი, ვფიქრობ, ჩვენ დიდწილად შევთანხმდით, რომ სინამდვილეში არსებობს სამი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაჭრელად. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ისინი ვისაც ისრაელის განადგურებას სურთ, თავად უნდა განადგურდნენ, ჰამასს გულისხმობ. მეორე ნაბიჯი არის ის, რომ განათლება უნდა გახდეს ისეთი, რომ პალესტინელები ბავშვობიდან აღარ იზრდებოდნენ ისრაელის მტრებად და არ უნდა ეზიზღებოდეთ ისრაელი. მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის პალესტინის რეგიონების გაძლიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს ალბათ ყველაზე რთული ნაბიჯია, მაგრამ ეს მესამე ნაბიჯი აუცილებელია, რადგან საჭიროა აღმშენებლობა და კეთილდღეობა. ისრაელი უნდა დაეხმაროს მათ, უნდა მიაწოდოს რესურსები. ამაზე ბევრ ადამიანთან ვისაუბრე ისრაელში. ისინი მეკითხებოდნენ, თუ როდის იმუშავებდა ეს მესამე ნაბიჯი და მე მათ მოვუყვანე გერმანიის მაგალითი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ხელშეკრულება იყო უსამართლო გერმანიის მიმართ და ამან გამოიწვია უდიდესი უკმაყოფილება. ვერსალის ხელშეკრულების მიხედვით გერმანია ისრულობდა უზარმაზარ რეპარაციებს და ეს გახდა მეორე მსოფლიო ომის მიზეზი. ვერსალის ხელშეკრულების გარეშე ჰიტლერი ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაკვეთილი მასწავლი იყო უკვე. როცა გერმანია და იაპონია დამარცხდნენ, ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა იაპონიას და გერმანიას აღდგენაში. მათ ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს ორივე ქვეყანას და ახლა იაპონია და გერმანია პარტნიორები არიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული ისტორიის გაკვეთილი. When Germany and Japan were defeated, the US actually helped rebuild Japan and Germany, providing financial support to rebuild Japan and Germany, and now Japan and Germany are allies. And this is a very important and fundamental lesson of history. Yes, you're absolutely right. When after the დიახ, ეს მართალია. როდესაც ჰამასის თავდასხმიდან შემდეგ გავხსენი რუკა, Google-ზე დავინახე, როგორია გეოგრაფიული სიტუაცია ხაზას სექტორი. ეს არის უბრალოდ იზოლირებული ზოლი, რომელიც მოწყვეტილია ყველაფერს. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ და არც წყლის მიწოდება აქვთ. ასე რომ, როდესაც გეოგრაფიულ მდგომარეობიდან უყურებთ, მარტივი საკითხია, რომ ეს არ იმუშავებს. ამ ტერიტორიის ეკონომიკური გაძლიერება მხოლოდ განსაკუთრებული ზომების მიღებითაა შესაძლებელი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. Like just having a look like from a geographic perspective, you don't need to be very smart that this is not going to work out. And to make this area wealthy with specific measure being taken, it's a very vital first step. True. Yeah, I think it's essential. And it requires overriding the natural human instinct for reciprocity, which is that დიახ, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია და ამისთვის აუცილებელია უარი ითქვას ადამიანურ ინსტინქტზე, რომელიც ამბობს თვალი თვალის წილ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თვალი თვალის წილ პრინციპი გაგრძელება საბოლოოდ ყველა
დაბრმავებამდე მიგვიყვანს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ პატიება ეს უდიდესი სიბრძნეა. აუცილებელია ერთდროულად იყო ძლიერიც და შეგეძლოს პატიებაც. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ შეწყდეს უსასრულო ძალადობის ციკლი. ეს არის ძალიან კარგი ფრაზა. თვალი თვალის წილ და ყველა დაბრმავდება. დიახ, სწორედ ასია. იმედია, ეს შეიძლება იყოს მომავალი. ეს საუკეთესო მომავალია, რაც კი მე შემიძლია წარმოვიდგინო. მე სხვა მომავალს ვერ ვხედავ. შეიძლება გკითხოთ კიდევ ერთი კითხვა, რადგან ცოტა თემას გადავუხვიეთ. ჩვენ გავჩერდით უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობაზე, რომ თქვენს ადმინისტრაციას შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ როგორია თქვენი აზრი იმ ინსტრუმენტებთან და ზომებთან დაკავშირებით, რომლების მიღებაც არის შესაძლებელი ომის დასასრულებლად. გნებავთ ამაზე საუბარი, რას შეიძლება ველოდოთ? Would you like to talk about it? Can you talk about it a little bit? So what we could expect? დიახ, რომ ვიყოთ მკაფიოები ეს საკითხი პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია. ის არის მეთაური. და ეს მისი Commander-in-Chief, and so it's really და ეს მისი გადასაწყვეტია, რომ მე არ მინდა მის მაგივრად საუბარი. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ არსებობს გზა, რითაც შეიძლება პრობლემის მოგვარება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძლიერი ხელმძღვანელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ეს განხორციელდეს. დიახ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია. კი, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას მშვიდობა ახლო აღმოსავლეთშიც. ეს არის შესაძლებელი და ვფიქრობ, რომ ეს იქნება კარგი მომავალი მსოფლიოსთვის. And I think that would be a great future for the world. Yeah. So, yeah. No, great. So it's absolutely fair. დიახ, ეს აბსოლუტურად სამართლიანია და შესანიშნავი. Fine with me. Yes. Well, let's see. Are there any other კარგით, მოდით ვნახოთ, არის თუ არა რაიმე სხვა თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ან თუ თქვენ გაქვთ კითხვები ჩემთან, შეგიძლიათ კითხოთ. I want to ask, and many people are interested in that. So, why do you believe? ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, რატომ გგონიათ, რომ მარსზე გაფრენა და იქ დასახლება არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი. SpaceX-ის და თქვენი აზრით. როდის იქნება ადამიანი მზად მარსზე დასასახლებლად? და თუ შეიძლება დაგისვათ ეს კითხვა, რადგან ყველას აინტერესებს ეს პროექტი. დიახ, ჩემი აზრით, უმაღლეს დონეზე ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელი ქმედებები მიგვიყვანს ცივილიზაციის გრძელვადიან კეთილდღეობამდე, მასშტაბის და ცნობიერების დონის ზრდამდე. როგორც ჩვენთვის ისტორიულად ცნობილია, დედამიწა 4.5 მილიარდი წლისაა. მაგრამ ცივილიზაცია თუ ავითვლით პირველი წერილობით ძეგლიდან მხოლოდ დაახლოებით 5000 წლისაა, რაც დედამიწის არსებობის მხოლოდ მემილიონედი ნაწილია. ასე რომ მთელი ადამიანური ცივილიზაცია არის ძალიან მცირე ნაპერწკალი. ასე რომ ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ სიცოცხლის და ცნობიერების გრძელვადიან პერიოდში გადარჩენა. და თუ ჩვენ გავხდებით მრავალპლანეტიანი ბიოსახეობა, ცნობიერების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად დიდი იქნება, ვიდრე თუ ჩვენ მხოლოდ ერთ მულტიპლანეტარულ სახეობად დავრჩებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვფიქრობ, რომ დედამიწა მალე განადგურდება ან რამე მსგავს. მაგრამ გარკვეული რისკები არსებობს. მაგალითად, თუ მსოფლიო თერმობირთვული ომი დაიწყება, ან რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდება, როგორიც აუზარმაზარი მეტეორის დაცემა, რაც გამოიწვევს ადამიანების მასობრივ განადგურებას. წიაღისეული შესწავლის მიხედვით ასეთი რამ უკვე მომხდარა და თანაც ხუთჯერ ისეთი მოვლენებია, რომლებიც მთლიანად
გაანადგურებს კაცობრიობას, ასეთი მოვლენა 5 ჯერ იყო. და ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი, რადგან დედამიწის 4.5 მილიარდი წლის ისტორიაში პირველად არსებობს შესაძლებლობა გავაგრძელოთ სიცოცხლე და ცნობიერება დედამიწის ფარგლებს გარეთ. და ეს შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება იყოს ღია მოკლე დროით, ან შეიძლება იყოს ღია ხანგრძლივად, მაგრამ უბრალოდ ამ შემთხვევაში თუ ეს ფანჯარა მოკლე დროში იქნება ღია, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ მრავალ პლანეტიანი სახეობა და უზრუნველყოთ ცივილიზაციის ხანგრძლივი გადარჩენა. რამდენი დრო დაგჭირდებათ მარსზე ადამიანის პირველი ექსპედიციის გასაშვებად? რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს არ არის ის რომ დროშები და ნაკვალევი დავტოვოთ მარსზე, არამედ თვითკმარი ქალაქების შექმნაზეა საუბარი. მარსზე. კოლონიების, რომელიც შეძლებს დედამიწისგან დამოუკიდებლად განვითარებას. ანუ, თუ მიწოდების ხომალდი დედამიწიდან რაიმე მიზეზით ვეღარ ჩაფრინდება, მარსის კოლონია არ დაიღუპება. თუ ამას მივაღწევთ, მაშინ დავძლევთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საფუძვლიან ფილტრს. იცით, არსებობს იდეა, რატომ ვერ ვხედავთ კოსმოსში ინტელექტუალური სიცოცხლის ნიშნებს. რადგან არსებობს სხვადასხვა დიდი ფილტრები, რომლებსაც ცივილიზაციები ვერასოდეს გადალახავენ. და ერთ-ერთი ასეთი ფილტრი არის ის, რომ ცივილიზაცია არასდროს გადადის საკუთარი პლანეტის საზღვრების მიღმა. ამიტომ თუ ჩვენ შევძლებთ ერთპლანეტიანი სახეობიდან გასვლას, ეს იქნება გადამწყვეტი ეტაპი და გასაგებია, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტის სახეობა დავრჩებით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ კაცობრიობა განადგურდება. შეიძლება ვიკამათოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ საბოლოოდ რაღაც მოხდება, რაც ცივილიზაციას გაანადგურებს. ეს შეიძლება იყოს ძალიან შორეულ მომავალში, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, არქეოლოგიური კვლევების მიხედვით არსებობდა მინიმუმ 5 ბუნებრივი კატაკლიზმა, რომელმაც ცივილიზაცია გაანადგურა. ჩემთვის კი არსებობს განადგურების დამატებითი რისკი, რადგან დინოზავრებს არ ჰქონდათ თერმობირთვული იარაღი და არც კოსმოსური ხომალდები. ამიტომ ჩვენ გვაქვს რისკი, რომ თერმობირთვული ომი გაანადგურებს ყველას, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს კოსმოსური ხომალდები, რომლებიც სხვა პლანეტაზე გადასახლების შესაძლებლობას იძლევიან. მაგრამ პირდაპირ რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ უპილოტო ხომალდები მარსზე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ანუ, დედამიწა და მარსი იქნებიან ერთ წერტილში პლანეტ შორისი გაფრენისთვის. ეს ხდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, რადგან დედამიწას სჭირდება 1 წელი მზის გარშემო წრის გასაკეთებლად, ხოლო მარს 2 წელი და ცხადია, რომ ჩვენ ვერ გავფრინდებით მარსზე, მაშინ როდესაც ის მზის მეორე მხარესაა. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მარსს, როდესაც ის იმავე კვადრანტში აღმოჩნდება, რომელშიც დედამიწა. ეს ხდება ყოველ 2 წელიწადში 6 თვის განმავლობაში. ოპტიმალური ფანჯარა, როგორც წესი, რამდენიმე თვე გრძელდება. ამიტომ ყოველ 2 წელიწადში ან ყოველ 26 თვეში შეიძლება მარსზე გაფრენა. ახლა სწორედ არის ფანჯარა, ესე იგი შემდეგი ფანჯარა იქნება 2 წელიწადში. ასე რომ 2 წელიწადში ჩვენ შევძლებთ უპილოტო აპარატის გაშვებას იმისთვის, რომ შევამოწმოთ როგორ მუშაობს დაშვების სისტემა. ჩვენ გვინდა დავწმუნდეთ, რომ არ გავარჩენთ ახალ კრატერებს მარსზე და როდესაც ყველა ხომალდი, რომელსაც გავუშვებთ, უსაფრთხოდ დაჯდება მარსის ზედაპირზე და დავწმუნდებით, რომ ყველაფერი მუშაობს, ამის შემდეგ დაახლოებით 4 წელიწადში ჩვენ შევძლებთ პირველი ადამიანის გაშვებას. ამის შემდეგ ხომალდების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს გეომეტრიული პროგრესიით. მე ვფიქრობ, მარსის თვითუზრუნველყოფისთვის ჩვენ უნდა გადავიტანოთ მარსზე დაახლოებით 1 მილიონი ტონა ტვირთი. იცით, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვეველია და თქვენ დაახლოებით შეგიძლიათ გამოიცნოთ
რაღაც. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საქმე კარგად გამოგდით. მე ვფიქრობ, რომ 100,000 ტონა არ არის საკმარისი, მაგრამ მედოვნებ, რომ არ დაგჭირდება 10 მილიონი ტონა. ამიტომ ვფიქრობ, რომ 1 მილიონი ტონა ტვირთი საკმარისია იმისთვის, რომ მარსი გახდეს თითქმარი. ანუ იმისთვის, რომ მარსზე გადავზიდოთ 1 მილიონი ტვირთი, ან გადავიყვანოთ 1 მილიონი ადამიანი. აი რა არის მართლა მნიშვნელოვანი. ცივილიზაციის ფუნდამენტური განვითარების თვალსაზრისით კრიტიკული ზღვარი არის ის მომენტი, როდესაც მარსი შეძლებს თვითკმარ არსებობას. მაშინაც კი, თუ დედამიწიდან ხომალდები აღარ ჩაფრინდებიან, ან ამ მომენტიდან ცივილიზაციის ორი განშტოება გაჩნდება და ერთ-ერთი იქნება კარგი. და ამ მომენტიდან ცივილიზაციის არსებობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. და მე ვფიქრობ, რომ მარსიანელები დაეხმარებიან საგანგებო სიტუაციებში დედამიწას და გადაარჩენენ ხალხს ისე, როგორც ამერიკა ეხმარებოდა დანარჩენ სამყაროს პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს და ცივი ომის პერიოდში. და იცით, სად იქნებოდა ახლა მსოფლიო ამერიკა, რომ არ დახმარებოდა მათ. ასე რომ არის ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ მარსიანელები ოდესმე გადაარჩენენ დედამიწას და შეიძლება მრავალგზის. შემდეგ, კი, როდესაც მარსზე დავსახლდებით, ჩვენ შევძლებთ მზის სისტემაში გაფართოებასაც და ისეთ ადგილებში დასახლებას, როგორიცაა ასტეროიდი ცერერა. ან იქნებ იუპიტერის და სატურნის თანამგზავრებზე. და კიდევ უფრო იქით და მაშინ ჩვენ მრავალპლანეტიანი ცივილიზაციიდან გარდავიქმნებით მრავალვარსკვლავიან ცივილიზაციად. და მაშინ ჩვენ შევიცნობთ სამყაროს არსს. იცით? შესაძლებელია, როდესაც ჩვენ გავფრინდებით შორეული ვარსკვლავების სისტემისკენ, ჩვენ აღმოვაჩენთ დიდი ხნის წინ გამქრალ უცხო პლანეტური ცივილიზაციის კვალს. ვფიქრობ, ეს იქნება წარმოუდგენლად საინტერესო და ეს უდაოდ გააუმჯობესებს ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ, ასე რომ დროითი მასშტაბები ეს უბრალოდ საოცრებაა. მე ვგულისხმობ იმას, რომ ფიზიკის თანახმად სამყაროს ასაკია 13.8 მილიარდი წელი და მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი სხეულის შემადგენელი ის ელემენტები, რომლებიც არ წარმოადგენენ წყალბადს, უნდა გაჩენილიყო ვარსკვლავის ცენტრში, ანუ ჩვენი სხეულის უდიდესი ნაწილი შეიქმნა ვარსკვლავის ცენტრში და ეს ვარსკვლავი აფეთქდა. მერე კი მილიარდი წლის შემდეგ ეს ელემენტები ისევ გაერთიანდა იმისთვის, რომ შეექმნა დედამიწა და ადამიანები. ასე რომ, როცა თქვენ ფიქრობთ დროის ამ მასშტაბებზე, ეს მართლა გამაოგნებელია. ვფიქრობ, კარგი კრიტერიუმი იმის დასადგენად, თუ როდის იწყება ცივილიზაცია, არის ალბათ დამწერლობა. დამწერლობა მხოლოდ 5,000 წლის წინ გაჩნდა. და თუ ცივილიზაცია მაგალითად მილიონი წლისაა, ეს უზარმაზარი დროითი შუალედია ჩვენი ცივილიზაციის ხანგრძლივობასთან შედარებით, მაგრამ ძალიან მცირეა სამყაროს ასაკთან შედარებით. სამყარო 13.8 მილიარდი წლის არის. თქვენ მოგიწევთ მძიმის შემდეგ 3 ციფრის წაშლა იმისთვის, რომ მილიონამდე დახვიდეთ. გონია, რომ როცა გავფრინდებით ამ ვარსკვლავურ სისტემების შესასწავლად, ალბათ აღმოვაჩენთ უცხო ცივილიზაციებს, რომლებიც მილიონი წლის განმავლობაში არსებობდნენ, უფრო დიდი ხნის წინ, ვიდრე ჩვენ ვარსებობთ. და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელიც მილიონი წლის განმავლობაში გადარჩა, ნამდვილად შევა დიდების დარბაზში. ეს საოცრად ხანგრძლივი პერიოდია. როგორც ხედავთ, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ერთ-ერთ საცოდავ ერთპლანეტარულ ცივილიზაციად. მე ვფიქრობ, რომ ყოველ თავმოყარე ცივილიზაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 პლანეტა. ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივახციოთ. So I think we may find when we go out there and explore these star systems that there were alien civilizations. Maybe they lasted for millions of years, much longer than we've lasted. And I think any civilization that can last 1 million years is going to be in the Hall of Fame. This is an incredibly long time. So anyway, and I think as for humanity, we don't want to be one of those lame one-planet civilizations. Like, any self-respecting civilization should have at least 2 planets. So that's
that's what we should aim for. Wow. If you so you just said that the human body თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ადამიანი შედგება ელემენტებისაგან, რომლებიც ჯერ აფეთქდა და შემდეგ თავიდან შეიკრიბა, ხომ ასია? ამის შესახებ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით იყო, თუ გგონიათ ღმერთი არსებობს? იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო, ეს ღმერთმა შექმნა. თქვენ გჯერათ ღმერთის? This cannot have been a coincidence. That cannot, right? So it just could have been God. So do you believe in God? Well, I'm open to believing. მე მზად ვარ დავიჯერო ის, რაც პროპორციულია იმ ინფორმაციის, რომელიც მიეწოდება ჩემს ცნობიერებას. ანუ, ჩემს შემთხვევაში მე მაქვს რეალობის ფიზიკური აღქმა. იცით, მე ვცდილობ ეს გავაკეთო. მე ვცდილობ შევიცნო სამყარო იმდენად ღრმად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იმისთვის, რომ გავიგო რა ხდება, მე ნამდვილად ღია ვარ ღმერთის იდეის მიმართ. და თუ თქვენ იკითხავთ სამყარო როგორ შეიქმნა, ან რამ შექმნა ის, მე ვფიქრობ, შესაძლოა არსებობდა რაღაც არსი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ღმერთი, მაგრამ ეს განსხვავდება იმ საკითხისგან, რომ არსებობს თუ არა რაიმე არსი, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და გამოაქვს მორალური ვერდიქტი ჩვენი საქციელის შესახებ. ეს მთლად მასე არ უნდა იყოს, რადგან მსოფლიოში ყოველ წამს ხდება ძალიან ცუდი რაღაცეები და თუ კი ვინმე თვალყურს გვადენებს, უცნაურია, რომ ცუდი რაღაცეების აღკვეთა არ ხდება. შეიძლება ასეც არის, არ ვიცი. მე უბრალოდ ვცდილობ საკუთარი აზრის შექმნას იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს და რაც უფრო მეც ვიგებ, მით უფრო მეტად ვცდილობ შევცვალო ჩემი აზრი იმის დამიხედვით, თუ რა შევინეცნე ახალი. დიახ, ეც ასე ვარ. მეც კვლავ ძიებაში ვარ. მე არ ვიცი, რას დავუჯერო, ასე რომ ალბათ გნოსტიკი ვარ, მაგრამ ძალიან საინტერესოა იმის თვალყურის დევნება, თუ როგორ ვითარდება სამყარო. და დიახ, ძალიან საინტერესო იყო თქვენი ხედვების მოსმენა. It was incredibly interesting to listen to your visions, and it's quite a vision for every one of us. ხო, მე ვიტყოდი, რომ მე მაქვს ცნობის მოყვარეობის ფილოსოფია. მე მაინტერესებს, როგორია სამყაროს ბუნება და არსი. და შეიძლება ითქვას, რომ მე ვემხრობი დუგლას ადამსის ფილოსოფიას, რომელიც აღწერილია წიგნში გალაქტიკის გზამკვლევი. იცით, ამ წიგნში დედამიწა იყო რაღაც გიგანტური კომპიუტერი, რომელიც ცდილობდა პასუხი გაეცა შეკითხვისთვის, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. შემდეგ ის პასუხს იძლევა. პასუხია 40-42. ყველას უკვირდა, რას ნიშნავს 42. პასუხი კი მარტივი იყო და სწორედ კითხვა იყო რთული. ეს მართლაც შემეცნებითი იყო ჩემთვის, რადგან დაახლოებით 12 ან 13 წლისას მქონდა ეგზისტენციალური კრიზისი ცხოვრების აზრზე. და იცით, მე ბევრს ვკითხულობდი რელიგიური ტექსტებს და ფილოსოფიის წიგნებს. იცით, მე თითქოს შიზოფრენიაზე ვკითხულობდი, რაც ცოტა დამთრგუნველი იყო ბავშვისთვის, მაგრამ საბოლოოდ რომ დავფიქრდი, ამ წიგნების კითხვას აზრი აქვს ზრდასრულ ასაკში. შემდეგ წავიკითხე გალაქტიკის გზამკვლევი, რომელიც ძირითადად ფილოსოფიის წიგნია, მაგრამ იუმორისტული ფორმით. და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიგოთ სამყაროს ბუნება და ამავდროულად შევეცადოთ გავიგოთ ის კითხვებიც, რომლებზე პასუხიც უნდა ვეძიოთ სამყაროს შესახებ. ამან მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ იმისკენ, რომ გავაფართოვოთ ცნობიერების მასშტაბი, რათა უკეთ გავიგოთ, რა კითხვები უნდა დავსვათ სამყაროს შესახებ, ასე რომ უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ მივიდეთ სამყაროს უკეთ შეცნობამდე. To know what questions to ask about the nature, about the answer that is the universe. So we should just seem to you take the set of actions that lead to a greater understanding of the universe. Wonderful.
ეს მართლაც შესანიშნავი სიტყვებია. რითიც შეიძლება ჩვენი საუბარი დავასრულოთ, რადგან არ ვიცი ახლა რა ვთქვა კიდევ, რადგან ეს სიტყვები მართლა ძალიან ლამაზია. დიდი მადლობა. ეს იყო გასაოცარი საუბარი. These words are so beautiful, so I would just like screw it up, and it was wonderful. It was wonderful talking to you and listening to your views of mankind, and also to have an idea of your vision. It's very visionary, and yeah, thank you so much. Thank you. დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა და მე იმედი მაქვს ხალხი მოусმენს ამ საუბარს და მათთვის ის სარგებლიანი იქნება. მადლობა ყველას. Thank you everyone. Thank you, Ilan. Bye.